Daklov პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები. წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს პარტია სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზის ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა. დღეს ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან იაშა თანდილავასთან ერთად გონიოს მესამე ბრიგადის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა. სოციალური საკითხების მოგვარება, გაზიფიკაცია, ელექტროენერგია, წყლის სისტემების მოწესრიგება. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოგვარებაც ადგილობრივებმა ბათუმის მერობის კანდიდატს თხოვეს. დღესვე ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შეხვდა ერთიანობის დარბაზის ბათუმის მერობის კანდიდატი მერაბ ხიმშიაშვილი. ადგილობრივებს მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნათია თავდგირიძე წარუდგინა და მათი პრობლემები მოისმინა. არ შესულდა გაზის გამოყვანა, ბაგაბაგი არ აშენდა, ავტობუსი არ არის, წყლის პრობლემები, ეს სოციალური საკითხები გადასაწყვეტი დარჩა გიჭირდა. რამდენჯერ მიმართეთ განცხადებით მოსახლეობამ, მაგრამ ეს მოსახლეობის თხოვნო და განცხადება სიყურად არ მიიღო. პრობლემები აქ არის, როგორც დაუსაქმებლობა, ისე სოციალური ინფრასტრუქტურა არ არსებობს, როგორც შემოიერთა ბათუმმა, ისე დარჩა გარე განათებების პრობლემა, გაზის პრობლემა არსებობს, წყლის პრობლემა არსებობს და დასთავარია უმუშევრობა. მიწა გქონდა, მოგვცეს, მუშაობდით, ვამუშავებით და ბოლოს საგვართვის. პრობლემის მოგვარება ვის არ მიუმართეთ, რომელ თავრობას, რომელ ხელისუფლებას გვპირდებიან ასე არჩევნების წინადღეებში ორმაგი დაპირებაა, მაგრამ შესრულება ჯერჯერობით არ ჩანს. აქ არის უსერიოზულესი პრობლემა მიწებთან დაკავშირებით და ეს არ ეხება მარტო გონიოს განმარტება მინდა გავაკეთო ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 3000-მდე ოჯახია დაზარალებული. ესეთი საკითხები კომისიებით არ წყდება, ესეთი საკითხები წყდება გადაწყვეტილებებით და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულად ხელისუფლებამ.